მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს 9 საათზე სტუდიაში მაგაც ინცაძე განაგრძობს მუშაობას. ინციდენტი ბათუმში ტელეკომპანია TV25 ჟურნალისტ საჭალის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბათუმში ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი თეონა თურმანიძე ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომანქანის მძღოლისგან ცდილობდა გაერკვია თუ რატომ აჯარიმებდა საპატრულო პოლიცია მათ შერჩევის პრინციპით. როგორც თეონა თურმანიძე ყვება, მუშაობის პროცესში აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ჯონი ბაკურიძე მასთან მივიდა ოპერატორს კამერა წაართვა, მას კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჯონი ბაკურიძემ ტელეკომპანია მაესტროსთან სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა, სატელეფონო საუბრისას კი აღნიშნა, რომ მას აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა. მოვარდა საპატრულოს თანამშრომელი, სადღაც 3 თანამშრომელი. სახელი და გვარები არ ვიცი, მხოლოდ აი მიშიკოს ვკითხე, თუმცა ამ ბიჭისგან შეურაცხყოფის მაგვარი არაფერი არ ყოფილა და სადღაც 5 წუთში მოვიდა აჭარის საპატრულოს ხელმძღვანელი ჯონი ბაკურიძე, ეკამათებოდა კი არა, უყვიროდა ჩემს ოპერატორს და გადავუდექი და ვთხოვე, რომ კამერა დაებრუნებინა. კამერა მას ჰქონდა ხელში, ბუნებრივად ვერ გამოვტაცი და საშინელი სიტყვებით მომაყენა შეურაცხყოფა და როცა დავინახე, რომ უკვე საპატრულოს გადაცა კამერა, ამ კამერისკენ წავედი. თუმცა ის სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, აი ამ სიტყვების, აი ამ ბილწი სიტყვების, ამ შეურაცხყოფას ის აგრძელებდა. თეონა თურმანიძე აპირებს მიმართოს სასამართლოს პროკურატურას შეაქვს სარჩელი და ჩვენი მხრით ჩვენი ადვოკატი, ჩვენი იურისტი შეიტანს სარჩელს ასევე პროკურატურაში მოითხოვს საქმის გამოძიებას. მე ვფიქრობ, საქმეს ნათელს მოფენს ის ვიდეო თვალი, რომელიც ტერიტორიასთან არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ბოდიშს უხდის TV25 ჟურნალისტებს მომხდარი ფაქტის გამო და კიდევ ერთხელ ადესტურებს თავის პატივისცემას მათი საქმიანობის მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალური ინსპექციის ხელთ არსებული მასალიდან იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ ჯონი ბაკურიძემ ჩაიდინა პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედება და ის გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა 2012 წლის 16 თებერვალს ბათუმში აჭარის საპატრულო პოლიციის უფროს ჯონი ბაკურიძისა და ტელეკომპანია TV25 ჟურნალისტებს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალები. არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი თაობა ახალი ინიციატივას განცხადებას ეხმაურებიან. ახალგაზრდა იურისტების თქმით, მათთვის მოულოდნელი იყო ორგანიზაციის ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით. საიას აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, იურისტები საკონსტიტუციო კომისიის წევრები იყვნენ და საპარლამენტო განხილვებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ, თუმცა NGNI-ის პრეტენზიების არჩევნო ვადებთან დაკავშირებით არ სმენიათ. ახალგაზრდა იურისტები სარჩელის შეტანის პროცედურებზეც საუბრობენ, მათი განმარტებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად თვეები სჭირდება, თუმცა გამორიცხული არ არის კოლეგიამ განაჩენი დაჩქარებული წესით გამოიტანოს. საიას მსგავსად კოლეგების დღევანდელი განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციას საერთაშორისო გამჭვირვალობისთვისაც. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საარჩევნო კოდექსის ხარვეზებისა და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები გათვალისწინებით პოლიტიკური სუბიექტები ისედაც არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, მაისში არჩევნების დანიშვნა კი ოპოზიციას კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს. ის გასაგებია, რომ ვადებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ოქტომბრის ნაცვლად უნდა ჩატარდეს მაისში, იმიტომ რომ 4 წელი გადის მაისში, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი რა არის, ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი პროცედურები. იქ განსაზღვრულია მკაცრად ვინ არის სუბიექტები, ვინ არის სარჩელის შემტანი და ვის რა შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს. იმ საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, მე პირადად არ მონაწილეობდი, მაშინ ჩვენი თავმჯდომარე მონაწილეობდა ამ შეხვედრებზე. მე როგორც ვიცი, მაშინ როდესაც ჩვენ წარმომადგენელი მონაწილეობდა ამ შეხვედრებზე, ამ საკითხის განხილვა არ ყოფილა. კერძოდ ამ ორგანიზაციას არ დაუყენებია ეს საკითხი იმ სხდომებზე, სადაც ჩვენ ვესწრებოდით და არც დიდ გაფართოებულ სხდომებზე. ამიტომ ჩვენთვის უცნობია, რა დროს დააყენეს ეს საკითხი და რა პასუხი იქნა საკონსტიტუციო კომისიისგან მათ მიმართ მიღებული. ამ ასეთი სახის სარჩელთან დაკავშირებით ჩვენ არ ქონია კონსულტაციები და ჩვენთვის არ უთქვამთ, რომ აი ესეთი იდეა ქონდათ მათ, აი ნამდვილად ვერაფერს ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტეს ზუსტად აი ეხლა ამ სარჩელის შეტანა. როგორი კანონიც არ უნდა ქონდეს ჩვენ დღეს, აი ისეთი ნაკლოვანებებიც რომ არ იყოს კანონში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ხომ? მაინც აი ესეთ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში არჩევნების დანიშვნა არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ პოლიტიკურ ძალებს უნდა ქონდეთ საშუალება იმისთვის, რომ ნორმალურად ჩაერთონ წინა საარჩევნო კამპანიაში და სხვადასხვა ფორს-მაჟორულ სიტუაციებში არ მიიღონ გადაწყვეტილება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა ახალი ინიციატივა კონსტიტუციის ძველი რედაქციით გათვალისწინებული ვადის ამოქმედებას მოითხოვს და საპარლამენტო არჩევნების მიმდინარე წლის მაისში ჩატარების თხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნს ამზადებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის. ამას გარდა დარღვევები საპრეზიდენტო ვადასაც ეხება. მიხეილ დევდარიანის განმარტებით სახელმწიფო სათავეში პრეზიდენტის ყოფნის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული, თუმცა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით მოქმედ პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა 5 წლით და 10 თვით უწევს. ახალი თაობა ახალი ინიციატივის ხელმძღვანელის განმარტებით მისმა ორგანიზაციამ ვადის დაზუსტების მოთხოვნით რამდენჯერმე პარლამენტსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ამჟამად კი კანონიერი ვადის დადგენა საკონსტიტუციო სასამართლოში შეეცდება. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების გადაცილება გამოდის 6 თვის ვადით, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაცილების ვადა გამოდის 10 თვე. ანუ შესაბამისად დარწმუნებულად საქართველოს თითოეულ მოქალაქემ, როცა აკეთებდა არჩევას, თავის როცა არჩევანი გააკეთა, მან აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრები 4 წლით და არა 4 წელიდან ნახევრით და პრეზიდენტი აირჩია 5 წლით და არა ფაქტიურად 6 წლით. ჩვენი შეფასებით არის ესეთი, რომ საქართველოს პარლამენტმა თვითნებურად გაიგრძელა თავისი უფლებამოსილების ვადა. ანუ დაარღვია კონსტიტუციის მეხუთე მუხლი და თვითნებურად მიითვისა ხელისუფლება. რატომ არ დადგა აქამდეც იყო და ახლა ძალიან ესეთი იმედი მქონდა, რომ იქნებოდა შესაბამისი ადეკვატური რეაგირება, მაგრამ ეხა უკვე აღარ არის იმის ვადა, რომ უკვე იმ ვიღაც კეთილნებაზე იყო დამოკიდებული. მხოლოდ არსებობს შესაბამისი საარჩელი, მხოლოდ კონსტიტუციის სასამართლოს შეუძლია დაამყაროს წესრიგი და გააუქმოს ეს ნორმები. ვადები არის საკმაოდ მჭიდრო, საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმუმ ექნება 30 დღე, რომ განიხილოს სარჩელი. ანუ შეუძლება მან გადაწყვეტილება მიიღოს და ალბათ გაითვალისწინებს იმ ვითარებას, რამდენად მნიშვნელოვანი საკითხი არის და შეიძლება უფრო დაჩქარებულად მიიღოს, მაგრამ 30 დღე აქვს მაქსიმუმ სარჩელის მიღებიდან, რომ გადაწყვიტოს დადებითად თუ არ ყოფითად. თუ გადაწყდა, თუ არ ყოფითად გადაწყდა, შესაბამისად არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ჩემი პოზიცია ნამდვილად არ შეიცვლება მაგითი. თუ გადაწყდა დადებითად, არჩევნებიდან ჩატარდეს არაუგენეს ივნისისთვის მაშინ. კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნების ვადის შეცვლის შემთხვევაში 2009-2010 წლებში მიღებული საკონსტიტუციო რეფორმა წყალში ჩაიყრება. მისი განმარტებით დოკუმენტში პირდაპირ არის გაწერილი, რომ ნორმები, რომელიც ამ რეფორმისას იყო დადგენილი და კონსტიტუციურ კანონში აისახა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდეს. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარებას, მისი განმარტებით ამ შემთხვევაში პრობლემა ნაკლებია და თუ სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელს დააკმაყოფილებს მხოლოდ კონსტიტუციაში ახალი ცვლილების შეტანა გახდება საჭირო, რათა გაუქმდეს ის გარდამავალი დებულება, სადაც წერია, რომ პარლამენტის არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს და არჩევნების გამართვის ახალი ვადა უკვე ამის შემდეგ დადგინდეს, განმარტებით დემეტრაშვილმა. სამართლებრივად არის უკვე დადგენილი, რომ პრეზიდენტის მორიგი არჩევნები უნდა ჩატარდეს მისი ვადის ამოწურვის, უფლებამოსილების ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. კონსტიტუცია გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს აუცილებლად მხოლოდ ოქტომბერში. ანუ რა უნდა გააპროტესტოს მიშა დევდარიანმა, მე არ ვიცი სიმართლე რო გითხრათ. ანუ ამ სარჩელში რა უნდა ჩაეწეროს. საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღის შეცვლას არაკონსტიტუციურს უწოდებს. პავლე კუბლაშვილისა და ხათუნა უჩიაურის განცხადებით არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა ახალი ინიციატივის განცხადებას ხელისუფლების ინტერესს უკავშირებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც. მათი განმარტებით არჩევნების თარიღის გადმოწევა ამ მრჩეველთა სიების გადამოწმებას გაართულებს. პარტიებს კი მოსამზადებლად ნაკლები დრო ექნებათ. ქართული დასის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიხეილ სააკაშვილის ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ქრისტიან დემოკრატები მაისში არჩევნების გადმოტანას არ ეთანხმებიან, მათი განმარტებით ამ საკითხის განხილვის უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს, თუმცა თუ საარჩევნო ვადა შეიცვალა, ეს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესში შევა. ექსპერტი კახა კახიშვილი კი არჩევნების მაისში ჩატარებას ნაკლებად რეალურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ეს კამპანია სხვა თემის გადასაფარად სჭირდება. მსგავს არჩევნს არანაირი საფუძველი არ აქვს. კონსტიტუციაში პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ არჩევნები ტარდება ოქტომბრის თვეში. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნები
ჩატარდება 2012 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება 2013 წლის ოქტომბერში. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც განსაზღვრა კონსტიტუცია. საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ჩვენ დაველოდებით რა თქმა უნდა, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ საკონსტიტუციო ვადებში ჩატარდება არჩევნები ოქტომბრის თვეში. როგორც ჩანს, ხელისუფლებას გათვლილი აქვს ის პროცესები, რომელსაც ეხლა აქვს ადგილი, ეს დაკავშირებული ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის პროცესთანაც და როგორც ჩანს, ამ ვადების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ მას გვერდში ყავს ფსევდოოპოზიცია, რომელიც მას პოლიტიკურ ველში გაუწევს კონკურენციას, ფსევდოკონკურენციას, მას ის რეალური ოპოზიციური ძალები მიაჩნია უბრალოდ პოლიტიკური ველიდან გასაწევად. ეს არის ნაციონალურ მოძრაობასთან მჭიდროდ დაკავშირებული, ასე იგი, არასამთავრობო ორგანიზაცია. ამიტომ გამიჩნდა ეჭვი, რომ პრეზიდენტს ამ გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესში ნერვებმა უტყუნა, ვეღარ გაუძლო და ცდილობს ახლა არეულობა შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე, ანუ ჩვენ ნაკლები დრო გქონდეს მოსამზადებლად ორგანიზებისთვის. ხელისუფლებას აქვს გადაულახავი შიში. იგი ფიქრობს, რომ მაისამ ოქტომბრამდე ვერ გაძლებს მრავალი მიზეზის გამო, არ ეყოფა არავითარი რესურსი იმისთვის, რომ მიიტანოს თავისი თავი არჩევნებამდე. ამ მდგომარეობაში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ როგორც ჩანს, თავის სატელიტ არასამთავრობო ორგანიზაცია შეეტანოს საკონსტიტუციო სარჩელი. ჩვენ ვიყავით მზად აი ესეთი განვითარებისთვის მოვლენების არა გადამწყვეტი მნიშვნელობა ქართული ოცნებისთვის, როდის იქნება არჩევნები. იქნება მაისში დავამარცხებთ სააკაშვილს, იქნება ოქტომბერში დავამარცხებთ სააკაშვილს. ჩვენი შეფასებით, როგორც სამართლებრივად, ასე პოლიტიკურად ეს არჩევნები უნდა გაიმართოს ოქტომბერში. მით უმეტეს, კიდევ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის სიების დაზუსტება და ეს უკვე გაწერილი არის, გეგმა არის, რომელიც სადაც ზაფხულს უნდა დამთავრდეს. ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ დღეს თუ ვინმეს შეუძლია ჩაატაროს სრულფასოვანი არჩევნები უახლოესი 2 თვის განმავლობაში. და 2 თვის შემდეგ და არის მზად არჩევნების ჩასატარებლად. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება. ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა დღეს ვერ განაცხადებს თავდაჯერებით იმას, რომ ის არის მზად იმისათვის, რომ სრულფასოვნად ჩაატაროს 2 თვეში არჩევნები და მიიღოს მონაწილეობა. ბიძინა ივანიშვილის გამო შეიძლება ეს მოხდეს თუ უბრალოდ იმის გამო, რომ ყველაზე მომზადებული, ყველა სხვა პოლიტიკურ ძალაზე მომზადებული ხელისუფლება აღმოჩნდება. ჩვენ მთავარია ამ შემთხვევაში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა ეს პროცესი ჩვენივე მეშვეობით არ დავაჩქაროთ. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ინტერესებში მაისში არჩევნების ჩატარება არ უნდა შედიოდეს, იმიტომ რომ გახსოვთ, რომ ალბათ რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმ 12 პუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი და ჩათვალეს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას აუწყეს, რომ თურმე ხელისუფლებამ რაღაც წინგადადგმული ნაბიჯი შესთავაზა მათ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. ამ კომისიამაც თუ არ დააზუსტა სია და არჩევნები შეჩატარდა, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თავის დროზე ხელს აწერდნენ ხელისუფლებასთან ერთად და იძახდნენ, რომ წინგადადგმული ნაბიჯი ისინიც გამოვლენ და იტყვიან, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად უარი თქვა სამართლიან არჩევნებზე ჩატარებაზე. საპარლამენტო არჩევნების თარიღის შეცვლას არასაპარლამენტო ოპოზიციაც ეხმაურება. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორცაც მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს. ლეიბორისტები კი მიიჩნევენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა, ახალი ინიციატივის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა კვლავ ნაციონალურ მოძრაობას ექნება. პარტია საქართველოს გზა კი არჩევნების გადმოტანის ინიციატივას იურისტთა ჯგუფთან ერთად სწავლობს, თუმცა მასში მონაწილეობას არ გეგმავს. ამავე პოზიციას იზიარებენ თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა და კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვია ძიძიგური, თუმცა ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. დღეს არჩევნებისთვის თუ ვინმე არის მზად, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი და არა იმიტომ, რომ ყველაზე მაგრები და ყველაზე კარგები არიან, არამედ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქვეყანაში არის შექმნილი ისეთი რეალობა, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით, რომ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აქვს რეალურად რესურსი და შესაძლებლობა, რომ ნორმალური საარჩევნო კამპანია აწარმოოს. მე მხედველობაში მაქვს მედია რესურსი, რომელიც 90% შემთხვევაში ღიაა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისათვის და მმართველი ელიტისათვის. მე მხედველობაში მაქვს ფინანსური რესურსი. მე არ გამოვრიცხავ, რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, მომენტები
ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებისა უკავშირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის აქტიურობას, იმიტომ რომ ჩვენ ეს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. ხა ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და ლიდერმა ეხლა დაინახა, რას ნიშნავს, როდესაც ცილს დაგწამებენ, რას ნიშნავს, როდესაც ჩამოგართმევენ იმ ქონებას ან გაგიფუჭებენ, რომელიც ჩვენ საერთო საქმის გასაკეთებლად გჭირდება. ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად გასაგებია, როგორ დასრულდება ეს არჩევნები. ხა მე ჯერჯერობით ჩვენ არა გვაქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის ასე ვთქვათ შესახებ გადაწყვეტილება არა გვაქვს მიღებული, იმიტომ რომ არ ვიცით ჯერ როდის ჩატარდება არჩევნები და მიღწეული იქნება თუ არა ელემენტარული შესაძლებლობა მაინც რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს, ამიტომ ჯერჯერობით მე გადაჭრით არც ერთს ვამბობ და არც მეორეს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დირიჟორობით მზადდება მორიგი სახელმწიფო გადატრიალება. ვაშინგტონის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ ახალი თაობა, ახალი ინიციატივა, რომლის დამაარსებელია IRI, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი არჩევნების მაისში გადმოტანის თაობაზე. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს მიიღებს პარლამენტს, სადაც ხელისუფლება მთლიანად უზურპირებული იქნება და ამით ქვეყანაში სამუდამოდ აღიკვეთება ეროვნული ძალების მოღვაწეობა. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს მოსახლეობას ხვალ 17 თებერვალს შემოუერთდეთ ჩვენს მიერ ორგანიზებულ მიტინგს. ჩვენ იმთავით ვიყავით ზად იმისთვის, რომ შესაძლოა ხელისუფლებას იმდენად შეშინებოდა მზარდი პოპულარობის ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის რომ ადამიანელი არჩევნების გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა თქვა, რომ ოქტომბერში გაიმართებაო. ამიტომ ჩვენ ამისთვის ვართ აბსოლუტურად მომზადებული და ვფიქრობთ, რომ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მხოლოდ იმით დამთავრდება, რომ ეს ხელისუფლება დასრულდება უფრო ადრე, ვიდრე ჩვენი გეგმითება განზრახული, ანუ ოქტომბერში. ანუ დასრულდება მაისში, ანუ მაისში მოვიპოვებთ იმ გამარჯვებას, რომელიც უნდა მოვიპოვოთ ოქტომბერში. ეს ხელისუფლების სურვილი გააკეთონ და განახორციელონ ასეთი ტიპის ნაბიჯი არჩევნების გადმოტანასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კოალიცია ქართულ ოცნებას, ჩვენ მზად ვიყავით იმისთვისაც, რომ მაისში ჩატარებულიყო არჩევნები, ასე რომ ჩვენთვის ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ოქტომბრის ნაცვლად ხელისუფლება ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში ასეთ შემთხვევაში დავამარცხებთ მაისში. ყველა არჩევნები, რომელიც ჩატარდა საქართველოში ბოლო წლების მანძილზე, ყველა არჩევნები ჩატარდა არჩევნების თარიღის შეცვლით და ეს ბუნებრივია, ხელისუფლებას აძლევს უპირატესობას, იმიტომ რომ როცა მთელ პოლიტიკურ სპექტრს გონია, რომ სიტყვაზე არჩევნები ტარდება ერთ სეზონზე და სინამდვილეში მე არჩევნები ტარდება სრულიად სხვა დროს და ინფორმირებული არის ამის შესახებ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა. ბუნებრივია, რომ ეს ამ ერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს უპირატესობას. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არავის არ მოუთხოვია, ისე ჩატარდა ვადამდე 2008 წლის იანვარში. საპარლამენტო არჩევნები 2008 წელს, რომელიც ასევე მაშინ შემოდგომაზე იყო დანიშნული, მერე ჩატარდა გაზაფხულზე. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო CSKO მის შესაბამისად იმოქმედებს არჩევნების კანონი დადგენილ ვადაში ჩასატარებლად კი ყოველთვის მზად არის. ამის შესახებ CSKO-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა. CSKO-ს თავმჯდომარის განმარტებით სამუშაო გეგმის მიხედვით კომისია არჩევნების ოქტომბერში ჩატარებისთვის ემზადება, თუმცა თუ კანონით ვადამდელი არჩევნები იქნება გათვალისწინებული, კომისია ამისთვისაც მზად არის. ჩვენი ყველა სამუშაო გეგმით დღევანდელით ჩვენ მემზადებით არჩევნების ჩასატარებლად ოქტომბერში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არის შემთხვევები, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით შეიძლება ადრე გაიმართოს და თუ კანონმდებლობის ეს მექანიზმები იქნება გამოყენებული, საარჩევნო კომისია ყოველთვის იქნება მზად ვადებში კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით შეატაროს. პრიგარეში არჩევნები საერთოდ ყოველთვის გულისხმობს, რომ შედარებით უფრო დაჩქარებული წესით ხდება ყველა პროცედურა, ყველა პროცესი. და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსმენ, რომ ჩვენ ყველა სამუშაო გეგმით მემზადებით ოქტომბრისთვის არჩევნებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმის ტექნიკური საშუალებები, რომ დავადი კანონი დადგენილ ვადაში რიგარეში არჩევნებით ჩავატაროთ. თუ საპარლამენტო არჩევნები მაისში დაინიშნება, საარჩევნო სიების მონიტორინგის კომისია ამომრჩეველთა გადამოწმებული სიების წარდგენას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის კომისიის ხელმძღვანელმა მამუკა კაციდაძემ განაცხადა. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ არჩევნების მაისში ჩატარების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციის ახალი თაობა, ახალი ინიციატივა მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შესარჩელის შეტანის ერთადერთი მიზანი ის არის, რომ ამ საკითხზე არსებულ მითქმა-მოთქმასა და ვარაუდს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას. შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა, ახალი ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოსგან საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადის შეცვლას ითხოვს. საუბარია საპარლამენტო არჩევნების 2012 წლის მაისშიან იმისის დასაწყისში, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წლის იანვარში ჩატარებაზე.
ვიტყოდი საერთოდ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, გარკვეული ანალიზისა და დაკვირვების საფუძველზე, თუ გნებავთ გამოცდილების საფუძველზე, 99.9%-ით შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ასე მინდა. მე რომ ასე არ მინდა, მე ამაზე ვლაპარაკობდი 2006 წელს ჯერ კიდევ. თუ მაისში ჩატარდება პირობითად არჩევნები, მინდა გითხრათ, რომ კომისია ვერ წარმოადგენს კარდაკარის პრინციპით დაზუსტებულ სიებს, იმიტომ რომ ელემენტარულად დროში ვერ ჩავეტევით, მაგრამ ეს ყველაფერი კომისიის გადაწყვეტილების ან კომისიის სურვილის მიხედვით არ წყდება. ამ ყველაფერს წყვეტს საქართველოს პარლამენტი და უკვე გადაწყვიტა ეს ყველაფერი 2006 წელს. ამ მრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში დღეს კარდაკარის პროექტის ჩასატარებლად საჭირო ღონისძიებებზე შეთანხმდებიან. კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძის თქმით, კომისიის წევრები კარდაკარის ჩატარების მასშტაბებსა და ვადებს განსაზღვრავენ. მისივე განმარტებით სხდომაზე ასევე განისაზღვრება კარდაკარის ჩატარებისა და რეგისტრატორთა შერჩევის წესები და მოხდება კარდაკარის დაჯგუფების საჭირო რაოდენობის დადგენა. დღის წესრიგით გათვალისწინებულია კარდაკარის ჩატარებისთვის მეთოდოლოგიური საკითხების განხილვაც. კარდაკარის პროექტის განხორციელებას კომისია აპრილი-ივნისში გეგმავს. კომისიის მორიგის ხდომა, სადაც გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება განხილული კარდაკარის პროექტთან დაკავშირებით, მის მასშტაბებთან დაკავშირებით, მის სპეციფიკასთან დაკავშირებით, მის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, უახლოეს გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის სტრუქტურები, როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში გარკვეულ გადახალისებას საჭიროებს, ამ კუთხითაც გვექნება მსჯელობა და ჩვენ ხვალიდან გვაქვს გასვლითი ღონისძიება საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, სადაც მეთოდოლოგიაზე კიდევ უფრო მეტად უნდა დავკონკრეტდეთ, კიდევ უფრო მეტი დეტალიზაცია უნდა შევიტანოთ თებერვალსა და მარტში კარდაკარის მომზადებაში, რათა აპრილ-ივნისში, როგორც ძირითადი აქცია, ასევე მისი კონტროლი განვახორციელოთ და მზად ვიყოთ იმისათვის, რომ კარგი სია დავდოთ 1 აგვისტოსათვის. დღევანდელ კომისიის ხდომაზე ჩვენ ძირითადად უნდა განვიხილოთ ის საკითხები, რომელიც არის დაკავშირებული კარდაკარ პროგრამასთან, იცით თქვენ სიების გადამოწევის უმთავრესი მეთოდი ერთ-ერთი გახლავთ კარდაკარი, ბევრი სხვა მეთოდებთან ერთად და დღეს ჩვენ ვიმუშავებთ მეთოდიკას, რა პრინციპით უნდა მოხდეს კარდაკარ გადამოწევა, რამდენი ინტერვიუერი უნდა შეარჩიოს კომისიამ, რა პრინციპით, საარჩევნო უბნების სიდიდის მიხედვით, მათ შემორჩეულთა რაოდენობის მიხედვით და ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკულად ის პირველი ნაბიჯი მოსაზრდებელი სამუშაო, რომელიც აუცილებელია საიმის, რომ მე სრულფასოვნად უნდა ჩავატაროთ კარდაკარი მთელი საქართველოს მასშტაბით. გადაიკვეთება თუ არა ნინო ბურჯანაძისა და ბიძინა ივანიშვილის გზები წინა საარჩევნო პერიოდში დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის თქმით, თუ ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად რეალურად შეებრძოლება ხელისუფლებას, მათ ერთად ან პარალელურ რეჟიმში მოუწევთ ბრძოლა. ამ ეტაპზე ნინო ბურჯანაძის ბიზნესმენთან შეხვედრის წინაპირობას ვერ ხედავს. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი რეალურად არ აღიქვამს გავრცელებულ ხმებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი არჩევს. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ყველაზე რეალური ის იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნოდ საერთო ოპოზიციურ ფრონტ შექმნის. გამარჯვების შემთხვევაში კი 6 თვეში ხელახალ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს, სადაც ყველა დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. სხვა შემთხვევაში ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნების მაისში დანიშნოს და ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობით მოსვლას ვარაუდობს. ლამის შეიძლება მეორე მსოფლიო ომის დაწყებაც მე და ის ფული რომელიც და რესურსი რომელიც ბიძინა ჩემი მოლოდინი გახლდათ რომ ბიძინა ივანიშვილი რომელსაც ჰქონდა და აქვს ძალიან დიდი ნდობა ხალხის მხრიდან პრაქტიკულად მინიმალური ნეგატიური რეიტინგი იმის გამო რომ ის არასოდეს პოლიტიკაში არ ყოფილა და მართლაც საქველმოქმედო საქმიანობით იყო დაკავებული და ბევრი კარგი საქმე აქვს ნამდვილად ქვეყნისა და ხალხისათვის გაკეთებული მას ჰქონდა ის რესურსი რომ ყველა პოლიტიკურ ლიდერისაგან ესე ვთქვათ განცალკევებით მართლაც საერთო ეროვნული ლიდერის პოზიცია აეღო გაერთიანებია სრულად ოპოზიცია ერთადერთი ნიშნით რეალური ოპოზიცია, რომელიც იბრძვის ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ თინა ხიდაშელი იღებს ქართულ ოცნებაში გადაწყვეტილებას, მაშინ ეს უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ. ეხლა ჩემი ინფორმაციით ქართული ოცნების დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. არ ჭირდება ივანიშვილს თავის მართლება, რატო არ ელაპარაკება ბურჯანაძეს. მე არ დამისვამს ეს კითხვა. მე მიმაჩნია რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მათ შორის პოლიტიკოსაც თვითონ გადაწყვიტოს, ვის როდის დაელაპარაკება, ან საერთოდ დაელაპარაკება თუ არა. მე ამის პრობლემას ვერ ვხედავ და ერთმნიშვნელოვნად ვთქვი, თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი რეალურად შეებრძოლება ხელისუფლებას, ასეთ შემთხვევაში ჩვენი დემოკრატიული მოძრაობის, თეთრების, სახალხო კრების, ჩვენი მომხრეების და მათი გზები ყველა შემთხვევაში ან გადაიკვეთება, ან პარალელურ რეჟიმში წავა და კოორდინირება გახდება საჭირო. თუ ეს არ მოხდება, მე და ბიძინა ივანიშვილი დღეს შევხვდებით ერთმანეთს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების პეტიციაზე 170-ზე მეტი ხელმოწერა დაფიქსირდა კოალიცია არჩევანის თავისუფლებისთვის წევრის მაგდა პოპიაშვილის განმარტებით. პეტიციაზე ელექტრონული ხელმოწერები გაგრძელდება. ხალხი პეტიცია საკანონმდებლო ინიციატივასთან ერთად პარლამენტს გადაეცემა. უახლოეს დღეებში კი კამპანიის ეს შენგეხება ვებგვერდი და სოციალურ ქსელ Facebook-ზე სპეციალური გვერდიც ამოქმედდება, საიდანაც საზოგადოება კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად მიიღებს. პეტიციაში, რომელსაც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა მოაწერეს ხელი, ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას აცნობიერებენ და ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიიღო პარლამენტმა დეკემბრის თვეში, ლახავს არამხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების თუ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის თუ მედია ორგანიზაციის უფლებებს, არამედ ის ლახავს თითოეული ამომრჩევლის უფლებას და თითოეული ეხება თითოეულ ჩვენგანს და ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. სწორედ ამ ინფორმაციის მიტანა ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეებამდე და მათი ჩართვა ამ კამპანიაში იმისათვის, რომ ეს პეტიცია, რომელიც ხალხი ოფიციალურად შევა პარლამენტში, რეალური შედეგი გამოიღოს, ანუ პარლამენტი იძულებული გახდეს შეცვალოს კანონი იმისათვის, რომ ის დაუბრუნდეს რაღაცა ნორმალურ საკანონმდებლო ჩარჩოებს. თავარი პრობლემები ეს არის, რომ არამარძომიერი შეზღუდვები არის დაწესებული როგორც არასამთავრობო სექტორისათვის, ისე ფიზიკური პირებისათვის, პარტიებისთვის არის დრაკონული პირობები აბსოლუტურად და აგდებს არათანაბარ ვითარებაში მართულ პარტიასთან და სწორედ ამის გამოსწორებისკენ არის მიმართული ის პეტიციაც, რომელსაც დღეს საზოგადოების წარმომადგენლები აწერს ხელს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი სოციალური დაუცველი მოსახლეობისთვის დამატებითი ენერგოვაუჩერების დარგების ინიციატივით გამოდის. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას დაავალა, რომ თანხა გამოყონ ბიუჯეტიდან, რათა მკაცრი ზამთრის გამო დენის გაუთავისწინებელი 20-30%-ით მომატებული ხარჯის გამო სოციალური დაუცველი მოსახლეობა შესაბამისი ვაუჩერებით უზრუნველყონ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ბერიძეების ოჯახში სტუდენტისას განაცხადა. ეხლა უბრალოდ სწავლობდი ამ შედიყავი ვერონაში. რამდენი ხანი ეს წერიკა სოციალურ სააგენტოს ხელმძღვანელს ასე მაინტერესებს რა კრიტერიუმები დაფუძნეს ესე თქვა ხართ ხოლმე 5 ხო 51000 და 60-ზე ზემოთ აქციას ავიდა 75000 ჩვენ ვიმუშაოთ იმაზე რომ ესეთ ოჯახებს ძალიან გულისხმერად და გულისხმობით მოვაკიდოთ ყველანი თორე ეს არის საერთოდ ტკივილია რომ ესეთი გაჭირება კიდე არსებობს და მით უმეტეს ორმაგი ტკივილია უნდა მივაყენოთ ხალხს მეორე საკითხია სხვა ჩვენს აი გათბობაზე რამდენი ხარჯობს აი ხა თვეში ვითი ატყობთ ახლა შეშანაც მომენტა შეშეთვები ხო დენზე რამდენი ხარჯობთ თვეში დენზე 8 9 10 12-15-მდე გადის მაქსიმუმი თორე ეხლა როგორ არის ამ ზამთარმა ის გვიქნა რომ ისეთ ადგილებში არის იცივე რომ აქაც ხარ როგორ წარმოიდგინე აქ რო გაზი არ ქონოდა ჩვენ ბათუმში წელს ბევრად უარეს მდგომარეობა შემოჩნდებოდა ხო მაგრამ ეხლა მთავრობას მინდა დაუვალო რაღაც საშუალებები მოფხიკოთ და ვიპოვოთ და რაღაც სახის ენერგეტიკული ვაუჩერი წელსაც გავაკეთოთ, იმიტომ რომ კვეთრად გაეზარდა ძალიან ბევრ ოჯახს, ახლა ამათ შეშა მიიღეს და შეიძლება გასაყოფი არის ღუმელის შეშის, მაგრამ უმეტეს ადგილებზე ხალხს უბრალოდ დამატებითი დენის გამთბობებით და გამათბობლებით დაჭირდათ. და წელს ეს არავის ოჯახის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული. ამიტომ საერთო ბიუჯეტიდან უნდა რაღაც საშუალება მოვნახოთ, რომ ენერგეტიკული ვაუჩერი დავარიგოთ სასწრაფოდ ყველგან, რომ ის მაინც რაც არის, აი ეს და რაც ბუნებრივად გამოიწვია, მე ვფიქრობ, სადღაც 20-30%-ით არის ალბათ და მინიმუმ დენის მოხმარების ზოგადად მეტიც. აუნაზღაუროთ ბიუჯეტიდან, რათაც ოდნავ მაინც შევუწყოთ ოჯახებს ხელი. აი მე მგონი ეს პროგრამა იმუშავებს ალბათ, ხო რომ განცრის ზამთარი ხელს შეუწყობს. ასეთი არ აქვს ასეთი ზამთარები. ნებისმიერ მაგარ ზამთარები. მაგრამ იანვარმაც, თებერვალმაც გაჩვენა. ირანი მზად არის ბირთვული პროგრამის შესახებ დიალოგი განაახლოს, თუმცა დასავლეთი თეირანის სურვილს არ იზიარებს. ამის შესახებ რუსეთში ირანის ელჩმა მაჰმუდ საჯადიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გარდა ამისა, ელჩის განცხადებით, ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს, თუმცა თავდასხმის შემთხვევაში მზად არის საპასუხო დარტყმა განახორციელოს. მაჰმუდ საჯადიმ განცხადება საქართველოში, ინდოეთსა და ტაილანდში მომხდარ ინციდენტების შესახებაც გააკეთა და ტერაქტში ირანის კვალი უარყო. მან მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელის მთავრობას დააკისრა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების სამი კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. ნიკოლოზ ნარსიძე, ნატალია დვალისა და ლევან ნიჟარაძის კანდიდატურები პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა, სწორედ მათგან ერთ-ერთი შორენა შავერდაშვილის ადგილს დაიკავებს და ამ პოზიციაზე 2015 წლის სექტემბრამდე დარჩება. შორენა შავერდაშვილმა კი მაუწყებლის საბჭოდან წასვლა ინტერესთა კონფლიქტის გამო გადაწყვიტა. მისმა ჟურნალმა ცხელმა შოკოლადმა რადიო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო და კანონი მას ამ თანამდებობაზე დარჩენას უკრძალავს. სამეურვეო საბჭო კიდევ ერთმა წევრმა დატოვა დავით აფრასიძე, ასევე საჯარო სამსახურში წავიდა. სამეურვეო საბჭო დატოვა ქალბატონმა შორენა შავერდაშვილმა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ცხელმა შოკოლადმა მიიღო რადიო მაუწყებლობის ლიცენზია და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ფლობს ან თანამფლობელია ლიცენზიისა მაუწყებლობის სფეროში. რა თქმა უნდა, გამოთავისუფლებულ ადგილზე მეურვის კანონით დადგენილი წესით ტარდება კონკურსი. ამ კონკურსში თავად სამეურვეო საბჭო არანაირად არ მონაწილეობს, ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონის მესამე თავი ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება მეურვეთა შერჩევა. პირველადი შერჩევა ხორციელდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, გადაცემს ამ კანდიდატურას საქართველოს პარლამენტს. უნდა იყოს 3 კანდიდატურა მაინც, რომ პირველი ეტაპი ჩაითვალოს დასრულებულად და შემდეგ საქართველოს პარლამენტში ხდება კენჭისყრა და ის კანდიდატი, რომელიც ხმებთან შედარებით დააგროვებს მეტ ხმებს, ხდება მეურვე. არის თუ არა მოსალოდნელი სოციალური აფეთქება გიორგი ახვლედიანის განცხადებით უახლოეს თვეებში შესაძლოა ხელისუფლების მიერ მიღწეულ გადაწყვეტილებებს დევნილებისა და ფერმერების პროტესტი მოხდეს. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრის განმარტებით ხელისუფლებამ დევნილებს 100 კილოვატ ენერგიაზე შეღავათი მოუხსნა. ქრისტიან-დემოკრატები ფერმერების პრობლემაზე საუბრობენ, მათ ჰიბრიდული სიმინდის დასათესად აღებული ვალის გასტუმრების ვადა ახლახან ამოეწურა, თუმცა მათი ქრისტიან-დემოკრატების განმარტებით ხელისუფლება ამ ხალხს საჭირო შეღავათს არ აძლევს. საქმე ეხება იმ ერთადერთი ყველაზე ხელშესახები და რეალური შეღავათის გაუქმებას, რომელიც გაუქმდა დევნილებს ამ ბოლო დღეებში, ეს გახლავთ ერთ სულ დევნილზე 100 კილოვატი ელექტროენერგიის შეღავათი. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს იყო რეალურად რო ვთქვათ, ამ ადამიანების ზამთარში გადარჩენის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა. აი ამ ცივი ზამთრის პირობებში დევნილების მდგომარეობა შეიძლება სოციალურ აფეთქებამდეც კი მივიდეს, რაც ნამდვილად ამ შემთხვევაში სასწრაფოდ არის აღმოსახრელი და ჩვენ ძალიან კონკრეტულად ვაყენებთ საკითხს, რომ გადახედილი იქნეს ეს გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ვაყენებთ საკითხს, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს გარდა იმისა, რასაც ქვია დევნილებზე ზრუნვა, უნდა იქნას თხოვნილი 20000 ადამიანი ფერმერი გლეხი თუ ინდივიდუალურ კერძო მეწარმე დაზარალდა, მათ ჩაუვარდათ მოსავალი, ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და მათ ერთად დააწვათ უმძიმესი ისევ განვადებით გამოტანილი სათესლე მასალის თანხა, რომელიც არ არის ცოტა, ეს არის თითო ჰექტარზე დაახლოებით 350 ლარი. შესაბამისად ჩვენ მთელი სექტემბრიდან მოყოლებული ყოველდღიური ბრძოლის შედეგად ქრისტიან-დემოკრატებმა ის კი მოახერხეთ, რომ რაღაც ნაწილ ამ ადამიანებსა, რომელსაც 1 ჰექტარი ჰქონდათ, მათ გაუთავისუფლდათ ეს გადასახადი და ისინი ამ 350 ლარს არ გადაიხდიან, მაგრამ უკვე ვისაც აქვს 2 ჰექტარი და მეტი, ის ადამიანები აღმოჩნდნენ პრაქტიკულად განწირულები. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა C ჰეპატიტის მკურნალობის დიაგნოსტიკისა და პრევენციის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების ინიციატივით გამოდის. მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, C ჰეპატიტი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ძვირად ღირებულ მკურნალობას აჭიროებს. შესაბამისად, დაავადებულთა 95% მკურნალობას ვერ ახერხებს. ანიკაშვილის განმარტებით, ქვეყანაში არ მოქმედებს დაავადების პრევენციის პროგრამები და იმ დაწესებულებებზე, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია, სათანადო კონტროლი არ ხორციელდება. ქრისტიან-დემოკრატებისთვის მიუღებელია ის უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება, რომელსაც ხელისუფლება ავლენს წლების განმავლობაში C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ, როდესაც ქვეყანაში არ მოქმედებს C ჰეპატიტის მკურნალობის დიაგნოსტიკის და პრევენციის არც ერთი პროგრამა, მაშინ როდესაც ამ დაავადებამ უკვე მიიღო შემაშფოთებლად ფართო გავრცელება ქვეყანაში და საქართველოს გადაიქცა ლიდერ ქვეყანად რეგიონში C ჰეპატიტის გავრცელების თვალსაზრისით. ძალიან ოპტიმისტური ვარაუდით საუბარი არის 200,000 ინფიცირებულზე, მაგრამ სტატისტიკა არის მხოლოდ სავარაუდო.
პროფკავშირების გაერთიანება კი ქართულ მეზღვაურთა უფლებების დასაცავად საქართველოს ხელისუფლებას ორი კონვენციის რატიფიცირებისკენ მოუწოდებს. პირველი ზღვაოსნობაში შრომით შესახებ კონვენცია, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2006 წელს იქნა მიღებული. კონვენცია საქართველოს მთავრობაც უერთდება, თუმცა იმისთვის, რომ ის კანონად იქცეს, 30 ქვეყნის მხარდაჭერაა საჭირო. მეორე კი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 185 კონვენცია, რომელიც მეზღვაურთა პირადი დოკუმენტაციის გაყალბების შესაძლებლობას გამორიცხავს. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით პროფკავშირებს მიაჩნია, რომ მეზღვაურების საბუთები რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს საზღვაო ადმინისტრაციამ კი კომპანიების მიერ გაფორმებული კონტრაქტები და მათი საქმიანობა გააკონტროლოს. პროფკავშირების ინფორმაციით საქართველოში 3000 მეზღვაურია და მათგან მხოლოდ 1000-მდეა დაცული. მესამე წელია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითხოვს საკანონმდებლო ხელისუფლებისგან რატიფიცირებას ორი კონვენციის. ერთი გახლავთ 2006 წელს მიღებული, რომელიც ზღვაოსნობაში შრომის სტანდარტების შესახებ გახლავთ, სადაც გახლავთ ორი პირობა. ერთი პირობა არის ის, რომ 30-მდე ქვეყანამ უნდა მოაწეროს და მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს მთავრობამ გამოთქვა სურვილი, რომ შეუერთეს ამ კონვენციას. ის გახლავთ 22 ქვეყანა და მოუწოდებს მთავრობას, რომ იმუშაოს შესაბამის ქვეყნებთან, რათა კანონად იქცეს და ვალდებულებად იქცეს ეს კონვენცია, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ 30 ქვეყანის მიერ უნდა იყოს რატიფიცირებული იმისთვის, რომ კანონად ვაქციოთ და ვალდებულებად ვაქციოთ ეს იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც ჩვენი მეზღვაურები მიემართებიან სამუშაოდ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თურქეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებთან ერთად ბიზნეს ფორუმი გახსნა. შემაჯამებელ ბრიფინგზე კი ერაკობალიამ აღნიშნა, რომ ჩვენ ვართ რეგიონი, რომელსაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. აზერბაიჯანი და თურქეთი კი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან როგორც ინვესტიციების, ასევე სავაჭრო ბრუნვის კუთხით. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის შაჰინ მუსტაფაევის განცხადებით კი მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებს შორის აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა. თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა. ფორუმის დასრულების შემდეგ კი ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ გაემართათ ორმხრივი შეხვედრები და ასევე აწარმოონ მოლაპარაკებები პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან შესაბამისი სექტორების მიხედვით. დღევანდელი ფორუმი არის პირველი ესეთი ფორუმი, სადაც სამი ქვეყნის მინისტრი ერთად ბიზნესთან ერთად საუბრობთ ამ საკითხებზე. ჩვენ ვართ რეგიონი, სადაც საქართველოსთვის ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. ორი ქვეყანა, ვისთანაც ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს, ორი ქვეყანა, რომლებიც შედიან ხუთეულში ჩვენი საინვესტიციო მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ეს ბიზნეს ფორუმი იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინ იმისთვის, რომ გავაღრმავოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა და ვაჩვენოთ არა მხოლოდ მთელ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ეს არის მომავლის რეგიონი. რეგიონალური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში აზერბაიჯანმა ბოლო 5 წლის მანძილზე 800 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. საქართველოში რეგისტრირებულია 272 აზერბაიჯანული კომპანია და დასაქმებულია 700 ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ ხორციელდება ბაქო-თბილისი-ყარსის და ბაქო-თბილისი-ჯეიხანის პროექტები. დღევანდელი ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია ყარსში, აგვისტოში კი ფორუმი აზერბაიჯანში გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კი ერთი კვირით ისრაელში გაემგზავრა. საპატრიარქოს პრესამსახურის ხელმძღვანელ მამადავით ჩარაშენიძის ინფორმაციით ილია მეორემ მოწვევა იერუსალიმის საპატრიარქოდან პირადად პატრიარქ თეოფილე მესამის სახელით, ასევე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო. მისივე განმარტებით უწმინდეს შეხვედრები ექნება ისრაელის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. გამგზავრებამდე კი სრულიად საქართველოს პატრიარქმაც გააკეთა განცხადება უწმინდესის თქმით, მთავარი მიზანი საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ლოცვაა. მიემგზავრებით წმინდა მიწაზე იერუსალიმში და მთავარი მიზანი ჩვენი არის ლოცვა საქართველოს მშვიდობისათვის, კეთილდღეობისათვის, საქართველოს მთლიანობისათვის. ერთი კვირა ვშევით და იმედი გვაქვს მშვიდობიანად და მადლით სავსედი დაუბრუნდებით სამშობლოში. მოწვევა არის იერუსალიმის საპატრიარქოს მხრიდან მისი უნეტარესობის თეოფილე მესამე მიიწვია ჩვენი უწმინდესი წმინდა ქალაქი იერუსალიმში და ასევე მიიწვია
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. შეხვედრები იქნება უმაღლესი დონის შეხვედრები იქნება პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან. Greenpeace-ის მხარდამჭერთა ჯგუფმა კავკასიაში და ნაძალადების რაიონის მოსახლეობის წარმომადგენლებმა კიკვიძის ბაღის ტერიტორიაზე პოლიციის შენობის მშენებლობის დაწყება გააპროტესტეს. კიკვიძის ბაღთან დასასვენებელი სკვერის ნაწილი უკვე შემოღობილია, სადაც აქციის მონაწილეების ინფორმაციით თანამედროვე სტანდარტების პოლიციის შენობა უნდა აშენდეს. Greenpeace-ის მხარდამჭერთა ჯგუფის წარმომადგენლის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით კი ხელისუფლება ტერიტორიაზე ათეულობით ხენარგავის გაჩეხვას აპირებს, რაც დაუშვებელია. მეოთხე აქცია იმართება ყინვაში, მოსახლეობა გამოდის და ცდილობს დაიცვას საკუთარი ქალაქი, კიკვიძის ბაღი და საკუთარი ჯანმრთელობა. ვინაიდან უკვე მასიური ხასიათი მიიღო ბაღების შეხვამ, იქ პოლიციის და გამგეობის შენობების შენებლობამ და ეს დაუშვებელია, იმიტომ რომ ამით თანადგურებენ არა მარტო სილამაზეს, რომელიც ჩვენ გვიყვარს, ჩვენ ბუნებას, არამედ ჩვენ ჯანმრთელობასაც. ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ შეაჩერონ ეს უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი. 2 კვირა ეს ხალხი დგას ამ ყინვასა და სიცივეში. და მიუხედავად იმისა, რომ ისინი დადიან კარდა ამ ხალხს აფრთხილებენ, რომ არ გამოვიდნენ, ჩვენ გვაქვს ამის ინფორმაცია და ეს ხალხი გვეუბნება, რომ გამგეობის ხალხი მოდიან ჩვენთან, ისინი მაინც ვერ შეაჩერებენ აი ამ ხალხის პროტესტს. ვინაიდან მათ უკვე არაფერი აღარ აქვს დასაკარგი. ხალხს არ თმევენ ელემენტარულ აი იმის უფლებას, რომ გამოვიდნენ და დაისვენონ. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს გუშინ გაუჩინარებულ მოზარდს მაშველები და სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. 15 წლის ანდრია ლაგვილავა საკუთარ სახლიდან რძის მოსატანად გავიდა და არ დაბრუნებულა. ფერმაში მისვლამდე მას მდინარე რუხის წყალი უნდა გაევლო, ადგილობრივთა თქმით კი მოზარდის კვალი სწორედ მდინარესთან იკარგება. ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც ანდრია ლაგვილავა მდინარესთან 5 საათისთვის შენიშნა ქართველი სამართალდამცავია, თუმცა კომენტარს მომხდართან დაკავშირებით არ აკეთებენ. ერთ-ერთი ვერსიით მოზარდი მდინარეში გადავარდა გაუჩინარების ფაქტი დაკავშირებით კი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე უკვე აღწრულია. თვითმხილველების განმარტებით ის ბოლოს ნახეს მდინარის პირას. ახლა მუშაობს სამაშველო სამსახურის 2 ბრიგადა ნავებით. მობილიზებული ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ენგურის შესართავიდან მდინარეს გასწვრივ აწარმოებენ საძიებო სამუშაოებს და ჯერჯერობით სამწუხაროდ უშედეგოდ მიმდინარეობს. ჯერ აპოვნი არ აქვს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი დღეს იმერეთს ესტუმრა და სოფელ ფარცხაღანების საშუალო სკოლის სააქტო დარბაზში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის პრიორიტეტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას, სოფლის მეურნეობისა და განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტებს, ასევე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მიხეილ მაჭავარიანმა მოქალაქეების დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. პრიორიტეტი ჩვენთვის რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური პროექტების გაძლიერება, სოფლის პროგრამები, იმიტომ რომ წელს უფრო მეტი დაიხარჯება სოფლებში, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ეს არის აქ წყალტუბოში ძალიან მნიშვნელოვანია სარწყავი არხის რეაბილიტაცია და რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამართლობა გაიცხნა, ჩვენ უნდა უფრო მეტი ვიმუშაოთ, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაციაც და საშუალებაც მიიღონ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა. აქ იყო საუბარი იმ პროექტების შესახებ, რომელიც წელს ხორციელდება წყალტუბოში, რომელიც მოსახლეობამ ასევე დასვა პრობლემები, რომელიც მათ აწუხებდა. შესაძლებლობის ფაქტებში მინდა გითხრათ, რომ თითოეული სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ეს პრობლემები. ასეთი შეხვედრები ყოველთვის მნიშვნელოვანია. ყველა სოფლისთვის, განსაკუთრებით ახლა ქალაქთან შედარებით სოფლისთვის აუცილებელია, იმიტომ რომ ცოტა მიტუებული ვთქვია სოფლებს და როცა ჩამოდიან, და რაღაც იმედი გვეძლევა სოფელში.